დღეს თემა ეხება კორტენის ფოლადს. და მე გეტყვი, რატო ჟანგდება ეს ფოლადი განზრახ. სალამი, მე დენჟენ ჰარია. გიფიქრია ოდესმე, როცა თანამედროვე შენობას, შთამბეჭდავ ხიდს, ან თუნდაც სკულპტურას საჯარო მოედანზე ჩაულიხარ, რატომ ჩანს, რომ ეს კონსტრუქცია მთლიანად ჟანგითაა დაფარული? პირველი შეხედვისას ნებისმიერი ადამიანის ბუნებრივი რეაქცია იფიქროს, რომ მოვლის შეცდომაა დაშვებული ან მასალა, საშიშად იშლება. თუმცა უმეტეს შემთხვევაში, რასაც ხედავ, არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ჭკვიანი მასალა თანამედროვე მეტალურგიაში, კორტენის ფოლადი. მაგრამ როგორ შეიძლება ლითონი სპეციალურად დაპროექტდეს ჟანგვისთვის და მაინც უფრო გამძლედ ჩაითვალოს, ვიდრე ჩვეულებრივი ფოლადი? და რატომ აირჩევდნენ ინჟინერები და არქიტექტორები მასალას, რომელიც თითქოს ზიანდება ისეთი ნაგებობებისთვის, რომლებიც საუკუნეები უნდა გაძლოს? საწყისისთვის უნდა განსაზღვროთ, რა არის ეს მასალა ზუსტად. კორტენის ფოლადი უბრალოდ ჩვეულებრივი ფოლადი არ არის, რომელიც წვიმაში დატოვეს. ის არის სტრუქტურული ფოლადების კატეგორია, რომელიც ცნობილია როგორც პატინირებადი ფოლადები. სახელი კორტენ სინამდვილეში არის United States Steel Corporation-ის სავაჭრო ნიშანი. სხვათა შორის მათი სათაო ოფისის შენობა პიტსბურგში აშენებულია კორტენის ფოლადის გამოყენებით, რომელიც წარმოიშვა მისი ორი მთავარი თვისების, კოროზიის მიმართ მდგრადობისა და გაწევის მიმართ მდგრადობის კომბინაციით. საწყისად 1930-იან წლებში შექმნილი ნახშირის სატრანსპორტო ვაგონებისთვის მიზანი იყო ისეთი მასალის შექმნა, რომელიც გაუძლებდა აბრაზიულ ცვეთასა და კოროზიას მუდმივი შეღებრის საჭიროების გარეშე. მაგრამ ოდესმე გიფიქრიათ, როგორ იქცა ინდუსტრიული ინოვაცია სატვირთო მატარებლებისთვის დღესდღეობით მდიდრული არქიტექტურისა და მძიმე სამოქალაქო ინჟინერიის ნაწილად? პასუხი მის უნიკალურ შესაძლებლობაშია თვითონ აღიდგინოს თავი და შექმნას დამცავი ბარიერი, რომელიც გამორიცხავს გარე ქიმიური მოვლის საჭიროებას. ეს არის ის, რამაც რევოლუცია მოახდინა იმაში, თუ როგორ უყურებთ მეტალის კონსტრუქციების ხანგრძლივობას. კორტენ ფოლადის მთავარი მაგია ატომურ დონეზე ხდება ძალიან სპეციფიკური ქიმიური ელემენტების ნაზავის საშუალებით. ჩვეულებრივი ფოლადი ძირითადად შედგება რკინისა და ნახშირბადისგან. კორტენს სტრატეგიულად უმატებენ სხვა მეტალებსაც. მთავარ ინგრედიენტებს შორისაა სპილენძი, ქრომი, ნიკელი და ფოსფორი. მაგრამ რა ფუნქცია აქვს თითოეულ ამ ელემენტს ნაზავში? სპილენძი მთავარი პასუხისმგებელია ჟანგის ფენის მიმაგრებაზე, რაც ხელს უშლის მის მოცილებას. ქრომი და ნიკელი ზრდიან მექანიკურ გამძლეობას და ხელს უწყობენ უფრო სტაბილური ოქსიდების წარმოქმნას. ფოსფორი კი ხელს უწყობს უფრო მკვრივი საწყისხისი ფენის შექმნას. ეს კომბინაცია შემთხვევითი არ არის. ის ისეა გათვლილი, რომ როდესაც მეტალი გარემოსთან კონტაქტში მოვა, ის სრულიად განსხვავებულად რეაგირებს, ვიდრე სუფთა რკინა ან ფოლადი. შეგიძლია წარმოიდგინო, რომ ამ მეტალების მცირე რაოდენობები, ხშირად მთლიანი შემადგენლობის 2%-ზე ნაკლები, უნარიანია შეცვალოს ყველაფერი. რკინა ან ფოლადი. ფოლადის კოჭის ბედი მზისა. ეს არის ქიმიური სიზუსტე, რომელიც განასხვავებს ოლპავებს ოლპობად მასალას დამწიფებული მასალისგან. ეხლა გავიგოთ ამ ფენომენის უკანდგომი ქიმია. როდესაც ჩვეულებრივი ფოლადი ექვემდებარება ტენიანობასა და ჟანგბადს, ხდება ოქსიდაციის რეაქცია. ძირითადი ქიმიური რეაქცია შეიძლება წარმოდგენილი იყოს ეკრანზე მოცემული ფორმულით, სადაც რკინა რეაგირებს ჟანგბადთან და წყალთან. რის შედეგადაც წარმოიქმნება ის, რასაც ჩვენ ჟანგს, ანუ რკინის ჰიდროქსიდს უწოდებთ. ჩვეულებრივ ფოლადში ეს რკინის ჰიდროქსიდი გარდაიქმნება დატენიანებული რკინის ოქსიდის ფენად, როგორც ეკრანზეა ნაჩვენები, რომელიც ძალიან ფოროვანი და მტვრევადია. მაგრამ კორტენის ფოლადში პროცესი სხვაგვარად მიმდინარეობს. ამის ნაცვლად, რომ შეიქმნას ეს მტვრევადი და ფენებად ჩამოცვენილი ფენა, შენადნობის ელემენტების არსებობა იწვევს კოროზიის პროდუქტების ორგანიზებას მკვრივ და კომპაქტურ სტრუქტურად, რომელსაც პატინა ეწოდება. ეს პატინა შედგება ოქსიდების რთული ნაზავისგან, ძირითადად რკინის ოქსიდის, სპილენძის ოქსიდის და ქრომის ოქსიდისგან. მაგრამ რატომ არის ეს ნაზავი ასე უკეთესი?
განსხვავებით ჩვეულებრივი ჟანგისგან, ეს პატინა პრაქტიკულად გაუნტარია. ის ახშობს მეტალის ზედაპირის ფორებს, რაც ხელს უშლის ოქსიდს, ჟანგბადს და წყალს შიდა ფენებში შეღწევაში. ეს ისეა, თითქოს ფოლადი ქმნის თავის ბუნებრივ და მუდმივ საღებავის ფენას. რომ უკეთ წარმოიდგინოთ კორტენის უპირატესობა, წარმოიდგინეთ ორი მეტალის ფირფიტა, რომლებიც ღია ცის ქვეშაა. ერთი ჩვეულებრივი ნახშირბადოვანი ფოლადია, მეორე კი კორტენ ფოლადი. ჩვეულებრივ ფირფიტაზე ჟანგი მოქმედებს როგორც ღრუბელი, ინარჩუნებს ტენიანობას მეტალთან და აჩქარებს დაშლის პროცესს, სანამ დეტალი არ დაკარდავს თავის სტრუქტურულ მთლიანობას. კორტენის ფირფიტაზე კი პირველი თვეების ექსპოზიციის შემდეგ სტაბილური ოქსიდების წარმოქმნა აჩერებს კოროზიის ციკლს, მაგრამ სწორედ აქ არის მთავარი. ეს დაცვა მყისიერი არ არის. კორტენის ფოლადს სჭირდება დასველებისა და გაშრობის ციკლები, რათა პატინა სწორად განვითარდეს. თუ ფოლადი მუდმივად სველია, ის ვერ ჩამოაყალიბებს დამცავ ბარიერს და საბოლოოდ ჩვეულებრივი ფოლადივით მოიქცევა. მეორე მხრივ, როდესაც სწორად არის ჩამოყალიბებული, კორტენს კოროზიის მაჩვენებელი ჩვეულებრივ ფოლადთან შედარებით 8-ჯერ ნაკლები აქვს. ეს ნიშნავს, რომ როგორც ინჟინერმა უნდა გაითვალისწინო დიდი მსხვერპლის მარაგი ან ძალიან ძვირადღირებული საღებავები. ჩვეულებრივ ფოლადთან შედარებით, კორტენს საშუალებას იძლევა უფრო თხელი და განძლე კონსტრუქციების შექმნა, რომლებიც ნაკლებად საჭიროებენ მოვლას. მაგრამ ასეთი შთამბეჭდავი თვისებებით სად ხედავთ ზუსტად კორტენის ფოლადს მოქმედებაში? სამოქალაქო ინჟინერიაში ის გამოიყენება ხიდებსა და ვიადუკებზე, სადაც მოვლა და შეღება ლოგისტიკურად რთული და უკიდურესად ძვირია. კლასიკური მაგალითია New River George-ის ხიდი, შეერთებულ შტატებში, რომელიც იყენებს ამ მასალას, რათა თავიდან აიციოს პერიოდუმის შეღებვა თითქმის 300 მეტრის სიმაღლეზე. არქიტექტურაში მასალა აირჩევა როგორც გამძლეობის, ასევე ინდუსტრიული და ორგანული ესთეტიკის გამო. შენობები, როგორიცაა Barclay ცენტრი ნიუ-იორკში, იყენებენ კორტელის პანელებს, რათა შექმნან ფასადი, რომელიც წლების განმავლობაში ფერს იცვლის. კაშკაშა ნარინჯისფრიდან ღრმა და მიწისფერ მუქ ყავისფრამდე. მაგრამ დაფიქრებულ ხარ ამ არჩევანის გარემოზე ზემოქმედებაზე? საღებავების საჭიროების აღმოფხვით, რომლებიც ხშირად შეიცავს არასტაბილურ გამხსნელებს და მძიმე მეტალებს, კორტენის ფოლადი ბევრად უფრო მდგრადი არჩევანია დიდი ურბანული პროექტებისთვის. ეს არის მასალა, რომელიც იღებს დროის გავლენას და იყენებს მას თავის სასარგებლოდ, სრულყოფილად ერწყმის ლანდშაფტს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს სასწაულ მასალად ჩანს, კორტენის ფოლადი დაუნგრევადი არ არის და საჭიროებს სპეციალურ ყურადღებას პროექტში. გახსოვთ, რომ ვახსენეთ გაშრობის ციკლების საჭიროება? ხოდა, თუ კორტენი გამოიყენება ისეთ ადგილებში, სადაც წყალი გროვდება, ან მუდმივად კონტაქტშია ნესტიან მიწასთან, დამცავი პატინა ვერ სტაბილურდება და მეტალი განაგრძობს კოროზიას, მანამ სანამ არ დაზიანდება. კიდევ ერთი კრიტიკული საკითხია ზღვისპირა გარემო. ზღვისპირა რეგიონებში, სადაც ჰაერში ქლორიდების სიჭარბეა, რკინის ოქსიდის დამცავი ფენის სტაბილური ფორმირება შეიძლება ვერ მოხდეს, რის გამოც კორტენის გამოყენება დამატებითი დაცვის გარეშე რისკიანია. გარდა ამისა, არსებობს ესთეტიკური დეტალი, რომელიც შეიძლება პრობლემად იქცეს. ფოლადის ცრემლი. პირველ წლებში, სანამ პატინა ყალიბდება, წვიმა რეცხავს ოქსიდის მცირე ნაწილაკებს, რაც შეიძლება დაასრამდეს ბეტონის ტროტუარებს ან ღია ფერის ქვებს ნაგებობის გარშემო. ინჟინერები ხშირად აწყობენ სპეციალურ დრენაჟის სისტემებს ან იყენებენ ხრეშის ფენებს, რათა დამალონ ეს საწკისი ლაქები, მანამ სანამ ფოლადი მიაღწევს თავის ქიმიურ სიმწიფეს. ტექნიკური ფუნქციურობის გარდა კორტენის ფოლადი ძალიან ძლიერ სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს თანამედროვე დიზაინში. ეს არის ცოცხალი მასალა, რადგან მისი გარეგნობა განისაზღვრება კლიმატით, მზის ორიენტაციით და იმ ადგილის ტენიანობით, სადაც ის დამონტაჟებულია. კორტენის ფასადი სანაპირო ქალაქში განსხვავებული ფერის იქნება, ვიდრე ფასადი უდაბნოში. არქიტექტორები იყენებენ ამ უხეშ ტექსტურასა და ფერის ვარიაციებს, რათა შექმნან კონტრასტი მინისა და ბეტონთან.
შემოიტანოს სითბოსა და ბუნებრიობის შეგრძნება ცივ ურბანულ გარემოში. თუ აქამდე მოხვედი და ვიდეო მოგეწონა, გამოიწერე არხი, თუ ჯერ არ ხარ გამოწერილი, დაალაიქე და ჩართე შეთხობინებები. თუ ჩვენი კონტენტი საინტერესო გეჩვენება, გაითვალისწინეთ წევრობა, რათა დაგვეხმარო პლატფორმაზე კონტენტის შექმნის გაგრძელებაში და გახდე მოხსენიებული ჩვენს ვიდეოებში. შენ ვინც აქამდე მოხვედი, გიწევთ რომ გადახედო კურსებს, რომლებიც გირჩიეთ. მაშ, მიუშვირე შენი მობილური QR კოდს ან დააწყაბე აღწერაში მოცემულ დმულზე ჩვენი კურსებისთვის. იქ ნახავ Excel-ის, 3D მოდელირების AutoCAD-ის, ორატორობის და სხვა მრავალ კურსს. ესენი არის კურსები, რომლებიც ჩვენ შევარჩიეთ ამ არხზე და შეგვიძლია დავადასტუროთ მათი ხარისხი. ხოლო შენ, რას ფიქრობ ინჟინერიის ამ მიდგომაზე? გირჩევნია შეღებილი ან უჟანგავი ფოლადის უნაკლო სრულყოფილება თუ კორტენის უხეში და ფუნქციური სილამაზე? გინახავს რაიმე ცნობილი ნამუშევარი, რომელიც ამ მასალითაა გაკეთებული და ყურადღება მიიქცია? დატოვე შენი აზრი კომენტარებში, მინდა ვიცოდე. აქ გვერდით არის ორი საინტერესო ვიდეოს არჩევანი, რომლებიც აუცილებლად უდანახო, რომ გააფართო შენი ცოდნა და დააკმაყოფილო შენი ცნობის მოყვარეობა. თუ გინდა რომ დაგვეხმარო, დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი, ჩართე ზარის შეტყობინებები და განიხილე არხის წევრობა. ეს იყო ყველაფერი ინჟინერიის მოყვარულებო. დიდი მოკითხვა და მომავალ ვიდეოში გნახავ.